ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღეს პოეტის იზო სარქისიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. სახელწოდებით საგზლად სიყვარულიც მეყოფა. პოეტმა მუზეუმში შეკრებილ მაყურებელს საკუთარი შემოქმედებიდან 90-მდე ლექსი გააცნო. თითქმის ყველა თემაზე მაქვს დაწერილი და მინდა რომ გავაცნო ხალხს, რომელმაც არ იცის და საშუალება არ აქვს. მე საშუალება არ მქონდა რომ წიგნი დამებეჭდა და ხალხს საშუალება ჰქონდათ რომ გაცნობოდან და ამიტომ ეს ავარჩიე ესეთი მდგომარეობა და ღონისძიება. პოეტს შემოქმედებითი საღამო დარბაზში მყოფმა მაყურებლებმაც მიულოცეს. მათ პოეზიის არსზე, დანიშნულებასა და ქალბატონი იზოს ნიჭზე ისაუბრეს. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა წაღვერის კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა თილისმამ. ნამდვილი პოეტია, ძალიან კარგ ლექსებს, ძალიან შინაარსიან ლექსებს წერს და ძალიან თავდაბალი ადამიანია, რაც პოეტს მოეთხოვება. აღაჩვეულებრივი პოეტია, ბევრი ჩამოყალიბებული პოეტის ლექსი ვერ შეედრება მაგის ლექსებს, მე ასე მიმაჩნია. მივესალმები ასეთ ტიპის ღონისძიებებს და ჩვენ მუნიციპალიტეტი მზად ვართ, რომ გვერდში დაუდგეთ მსგავსი ტიპის ადამიანებს და ხელი შევუწყოთ მათ შემოქმედების გამომზიურებას. შემოქმედებითი საღამო საგზლად სიყვარულიც მეყოფა 2 საათი გაგრძელდა.